начнут без имени святого все 12 вдаль ко всему готов, ничего не жаль. ეს საბჭოთა პროპაგანდისტული მულტფილმი ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრ ბლოკის პოემის მიხედვითაა შექმნილი. რევოლუციონერებს წითელი დროშით წინ იესო ქრისტე მიუძღვის. ბლოკის რელიგიური სიმბოლიზმი იმ პერიოდის ინტელიგენციის შეხედულებებს ეხმიანებოდა. ინტელიგენცია ოქტომბრის რევოლუციას თავდაპირველად აქტუალებით შეხვდა, მაგრამ რევოლუციამ მათ მალევე ქრისტეს ნაცვლად ანტიქრისტეს სახე აჩვენა. პოემის გამოქვეყნებიდან ერთ წელიწადში ბლოკი პეტროგრადის ჩეკამ დააპატიმრა. ახალმა მთავრობამ პირველი დარტყმები სწორედ ეკლესიაზე მიიტანა. Революционный, держите шаг. საბჭოთა წყობილებას 1917 წლის ოქტომბრიდან რუსეთში, 1921 წლიდან საქართველოში არანაირად ხელს არ აძლევდა, რომ ეკლესია შენარჩუნებულიყო იმ მდგომარეობით, რაც მანამდე იყო და ეკლესიას ყოლოდა მრევლი. საბჭოთა წყობილების მიზანი იყო მრევლი გამოეყვანა ეკლესიის იდეური გავლენიდან და ექცია იგი კომუნისტური საბჭოთა იდეოლოგიის მატარებლად. ცხადია, ეკლესია ფუნქციას თავის მდგომარეობას არ დათმობდა, მრევლს არ დაუთმობდა საბჭოთა წყობილებას, ამიტომ დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებანი, რომელსაც ეკლესია იდეურად და ორგანიზაციულად უნდა დაენგრია. რელიგია ხალხის ოპიუმია. კარლ მარქსის ეს გამონათქვამი მარქსიზმის მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია, წერდა ვლადიმერ ლენინი. რელიგიასთან ბრძოლა ბოლშევიკების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო. რევოლუციის მეორე დღესვე 1917 წლის 26 ოქტომბერს ლენინმა პირველი დეკრეტი მიწის შესახებ გამოსცა, რომლის თანახმად საეკლესიო მიწები და მატერიალური ქონება სახელმწიფოს საკუთრებად ცხადდებოდა. ამას მოყვა დეკრეტები, რომლებიც საეკლესიო ქორწინებას იურიდიულ ძალას უკარგავდა. ეკლესიას სახელმწიფოსგან და სკოლას ეკლესიისგანაც ალკევებდა. რელიგიური აღზრდა და რელიგიის სწავლება სკოლებში აიკრძალა. რამდენიმე კვირაში სამღვდელოების მასობრივი დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა დაიწყო, რაც განსაკუთრებული სისასტიკით სრულდებოდა. სასულიერო იერარქებს და უბრალო ბერებს ცოცხლად მარხავდნენ. ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ნაჯახით შეხავდნენ და ჯვარს აცმევდნენ, მღვდლებს ცოლ-შვილთან ერთად ან მათ თვალწინ ხვდებდნენ. 1920 წლის ივლისში სახალხო კომისართა საბჭომ ტაძრებში არსებული წმინდა ნაწილების ლიკვიდაციის დადგენილება მიიღო. გრიფით საიდუმლო იყო ყველა დოკუმენტი, რომელშიც კომისიების გეგმები იწერებოდა. საიდუმლო მასალებიდან ჩანს, რომ ეკლესია მონასტრებში მრევლის და ღვთისმსახურების თანდასწრებით წმინდანთა ნაწილებს მაწანწალად ძაღლებს საჭმელად უყრიდნენ. სიწმინდეების წაბილწვამ ფართომასშტაბიანი კამპანიის სახე მიიღო, რომელიც ბოლშევიკების თქმით მიზნად ისახავდა ეკლესიის შარლატანობის გამოვლენას და შრომელთა მასების თვალში ქრისტიანობის დისკრედიტაციას. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ეკლესიის გავლენის შესასუსტებლად მთელ რიგ საკანონმდებლო და პროპაგანდისტულ ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ ამას ათეის სოციალ-დემოკრატებისთვის რაიმე სასურველი შედეგი არ მოყოლია. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი გასაბჭოების პერიოდიდან იწყება და მეორე მსოფლიო ომამდე გაგრძელდა. მანამდე წინ გასავლელი იყო აგრესიული ათეიზმის 20 ჯოჯოხეთური წელი. ათვლა საბჭოთა ოკუპაციის პირველივე თვეებიდან იწყება. უკვე 1921 წლის 15 აპრილს მაშინდელმა საოკუპაციო ხელისუფლების ორგანომ, რომელსაც რევკომი ეწოდებოდა, გამოსცა დეკრეტი და ამ დეკრეტის თანახმად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იურიდიული სტატუსის არ მქონე ორგანიზაციად გამოცხადდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი, რაც საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, გამოცხადდა უპატრონო ქონებად, რომელიც სახელმწიფომ დაისაკუთრა. ეკლესიის წინამძღვრებს განუცხადეს, ეს შენობა ეკლესიისა ტაძარი
ის მიწა, რომელზედაც ეს ტაძარი დგას და ყველა ნივთი, რომელიც ამ ტაძარშია, მღვდლის შესამოსელის ჩათვლით არის საბჭოთა ხელისუფლების კუთვნილება და დროებით სარგებლობაში მიიღებთ ყველაფერ ამას საბჭოთა ხელისუფლების მიერ. დროებით სარგებლობა იმას ნიშნავს, რომ მეორე დღეს რომ მე თქვათ თბილისის აღმასრულებელ კომიტეტს, რომ თქვათ ქაშვეთის ტაძარი დაცალეთ და ეს შენობა ჩვენ გვჭირდება, აქ რაც ქონება არის ჩვენ გვჭირდება, წინამძღვარი ქაშვეთის ტაძრისა, ისევე როგორც სხვა ტაძრებისა, ამის მოლოდინში იყო გაფრთხილებული იყო, ხელწერილები ჰქონდათ დადებული. რევოლუციამ და სამოქალაქო ომმა ეკონომიკური ნგრევა მოიტანა. 1921 წელს მთელ საბჭოთა კავშირში სიტუაცია გვალვამ უკიდურესად დაამძიმა. ამან ვოლგისპირეთში და რუსეთის ყოფილი იმპერიის სხვა რეგიონებში შიმშილი გამოიწვია. 1922 წლის გაზაფხულზე უკვე 20 მილიონამდე ადამიანი შიმშილობდა, ხოლო მილიონზე მეტი შიმშილით გარდაცვლილი იყო. საბჭოთა ხელისუფლება კრიზისს ვერ უმკლავდებოდა. ქვეყნის სავალუტო რეზერვები მთლიანად ამოწურული იყო. სწორედ ამ მომენტში ბოლშევიკებმა ეკლესიისთვის ახალი დარტყმის მიყენება გადაწყვიტეს. 1922 წლის მარტში ვლადიმერ ლენინმა პოლიტბიუროს წევრებს საიდუმლო წერილით მიმართა. მიმაჩნია, რომ ახლა გვიდგა საუკეთესო მომენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ საეკლესიო ძვირფასეულობების იმგვარად ამოღება, რომ არ გამოვიწვიოთ მასების უკმაყოფილება. შავრაზმელი მღვდლების წინააღმდეგობას სწორედ ახლა უნდა ჩავახშოთ, თანაც განსაკუთრებული სისასტიკით, რათა ეკლესიას ეს მწარე გაკვეთილი კიდევ 10 წლეულები არ დაავიწყდეს. წერდა ამხანაგი ლენინი. პოლიტბიურომ რევოლუციის ბელადის წინადადება მოიწონა და მთელ საბჭოთა კავშირში ეკლესიების ორგანიზებული და სისტემური ძარცვა დაიწყეს. ფული დასჭირდათ ბოლშევიკებს, ვალუტა. და მარაგი აღარ იყო, იმიტომ რომ რომანოვების მთავრობამ დაცალა ხაზინა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ვალუტის მარაგისაგან და უამრავი საგარეო ვალი დაიტოვა. და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ოქროსა და ვერცხლის ნივთები, რაც ეკლესიებში იყო გადაედნოთ, მოოქროვილი გუმბათებიდან ეს ოქროს ფხვნილი ჩამოეღოთ, ჯვრები ჩამოხსნეს, ოქროს ჯვრები თუსა, მოკლედ ყველაფერი ოქროსა და ვერცხლის რაც იყო, ბარძიმები ჩათვლით, ყველაფერი გადმოვიდა საქართველოშიც. საქართველოში 21 წლის ბოლოდან უფრო 22-23 წელი იყო აქტიური. ყველა ეკლესია მივიდა ხელისუფლების წარმომადგენელი თბილისში ცენტრალური ხელისუფლებისა, მაზრებში ადგილობრივი ხელისუფლებისა აღწერეს ყველაფერი. არაფერი არ დატოვეს. სამრეკლოზე ზარები, სპილენძის ან სხვა ლითონისაგან დამზადებული ზარები რო იყო, მასაც არაფერი მნიშვნელობა რომ არ ქონდა ამ შემთხვევაში, ისიც კი აღწერეს. გადაადნეს შემდეგ და გაიგზავნა ესენი ყველაფერი მოსკოვში. ანტირელიგიური კამპანიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არა მარტო ეკლესიების ქონების მიტაცება, არამედ მოქმედი ტაძრების დახურვა ან მთლიანად დანგრევა იყო. საბჭოთა ხელისუფლება საქმეს ენერგიულად შეუდგა. ყველა მაზრაში ტარდებოდა სხდომები, იმართებოდა კრებები. ხალხს აიძულებდნენ, რომ ეკლესიების დახურვის შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილება მოეწონებინა. კომუნისტი აქტივისტები თავს იწონებდნენ სოფლის კრებათა ოქმებით, რომლებიც ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: ძირს მატყუარა სამღვდელოება და მათი კონტრრევოლუციური ბუდე. ძირს ეკლესია, მღვდლების სამიკითნო. ასეთ დადგენილებებს საქართველოს თითქმის ყველა სოფელში იღებდნენ. ახალგაზრდა კომკავშირლები კანკელიდან ჩამოგლეჯილ ხატებს შეურაცხყოფდნენ და წვავდნენ, ხოლო თვითონ ეკლესიას საძირკვლამდე ანგრევდნენ. უკიდურეს შემთხვევაში კი მასში თეატრს, კლუბს, ან სულაც ბოსელს და აბანოს ხსნიდნენ. გრიგოლ რობაქიძე საბჭოთა დემოკრატიას დემონოკრატიას უწოდებდა. ქართული ბოლშევიკების ამოცანა იყო ელვისებური დარტყმა მიეყენებინათ ქართული ეკლესიისთვის და ეს ყველას ერთნაირად უნდა ეგრძნო, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე პატარა სოფლებში. პროგრესის ლოზუნგით მოსული ახალი პოლიტიკური ძალის დემონური ხელი ყველა ეკლესია მონასტერს თვით მიუვალ ადგილებშიც კი მიწვდა. შუა საუკუნეების ღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურაში
უგზო და მიუვალ ადგილას მდებარეობს. აქ ვერც აბანოს და ვერც სამკითხველოს გახსნიდნენ, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ მონასტერი მაინც დაკეტა. მაშინ ათეულობით მონაზონი თავშესაფრის გარეშე დატოვეს. მათ შორის ბევრი დარდომილი და 80 წელს მიტანებული იყო. ჭიათურის ტაძარში დაცულ ამ ფოტოზე გადაღების თარიღი მითითებული არ არის, მაგრამ მონაზონთა ის ჯგუფია გადაღებული, რომლებიც ახალგაზრდა კომკავშირლებმა ერთ დღეში ტაძრიდან განდევნეს და უსახლკაროდ ქუჩაში დატოვეს. მოგვიანებით მონასტერში არსებული ძვირფასი ლითონების ნივთები დეტალურად აღწერეს და წაიღეს. სამონაზნო ცხოვრება აქ 30-იანი წლებიდან შეწყვეტილა. მონაზნისთვის მონასტრის დატოვება ეს არის ყველაზე მძიმე განსაცდელი ალბათ ადამიანის ცხოვრებაში. შენ თავისუფლად ვერ გადაადგილდები, სულ შიში ხარ. იგზალავი ღვთისმსახურებას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ესე თუ აღვიქვამ ჩვენ ამ ტაძარს, შენობებს, რომლებიც არაერთი ჭირო არამის გადამტანია, არაერთი ბედნიერების და სიხარულის მომსწრეა ჩვენი ერის ისტორიაში არა და მათ შორის აი ეს ბოლო საუკუნე ერთ-ერთი მძიმე საუკუნე ალბათ. მონასტრის ტერიტორიაზე და კელიებში ათეულობით ოჯახი შეუსახლებიათ. ტაძრის კედლებზე უძველესი წარწერების გვერდზე დღემდეა შემორჩენილი აქ მცხოვრები მოსახლეობის მიერ გაკეთებული მინაწერები და ნახატები. შეიძლება აქ არ იყოს ბერმონაზნული ცხოვრება, მაგრამ ვიცით რომ ერთ-ერთი ტაძარია, მონასტერია ჩვენს ეპარქიაში, სადაც ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა ფაქტიურად. იქ იყვნენ შეიძლება შემოსახლებული ადამიანები, მაგრამ აქ ხდელი ყოველთვის მსახურობდა. ეს ის სასულიერო პირების ნიშნებია, რომლებიც აქ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს მიწაში აღმოუჩენიათ. ტაძარში ჭიათურელ ოჯახებს 1992 წლამდე უცხოვრიათ. ბოლო მოხუცი შურა სწორედ ამ წელს გარდაცვლილა. საბჭოთა პრესა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ანტირელიგიური კამპანიის წარმატებებს გულმოდგინედ აშუქებდა. 1923 წლისთვის შედეგები მაზრების მიხედვით ასე გამოიყურებოდა. თბილისი დაიხურა 48 ეკლესია, თელავში 65, ზუგდიდში 75, გორში 78, ოზურგეთში 130, ქუთაისის მაზრაში კი 160. გაირღვეს საკათედრო ტაძარის soboro, მასალა გამოყენებული იქნა ზმათა სასაფლაოს შემოსაღობად. ტაძრის ადგილას კი დაიდგას ამხანაგ ლენინის ძეგლი. ასეთი იყო კომპარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის დადგენილება, რომელიც 1923 წელს მიუღიათ. ადრე აი აქ ქუთაისის ცენტრში ბაგრატის ტაძრის ხელა ეკლესია soboro მდგარა. ის თავის დროზე მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძეს უკურთხებია. აქ განისვენებდნენ ავტოკეფალიის დაბრუნებისთვის მებრძოლი ქართველი სასულიერო პირები. მისი მშენებლობა 20 წელი გაგრძელებულა, მაგრამ ქუთაისელმა კომკავშირლებმა ის სულ რაღაც რამდენიმე თვეში დაანგრიეს და აქ ლენინის ძეგლი აღმართეს. ახლა აქ შადრევანია, როდესაც მისი მონტაჟი დაუწყიათ, მშენებლებს ეკლესიის საძირკველი და ათეულობით ჩონჩხი აღმოუჩენიათ. ეკლესიების ნგრევა დახურვა ზოგიერთ მაზრაში მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვა, თუმცა ასეთი შემთხვევები გამონაკლისი იყო. საბჭოთა პროპაგანდამ და იდეოლოგიამ მოსახლეობის ნაწილი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ თავად ხურავდა ტაძრებს და მღვდლებს ფეხის შედგმასაც კი უგზალავდა. საერთო ჯამში 1921-23 წლებში საქართველოში 1212 ეკლესია დაიხურა. მაგრამ მხოლოდ სამლოცველოების გაუქმება არ იყო საკმარისი ბოლშევიკური ხელისუფლებისთვის. საჭირო იყო სამღვდელოების, როგორც ტრული კლასობრივი ელემენტის ფიზიკური განადგურება. ეს უკვე ხდებოდა მოსახლეობის პროვოცირებით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ცოდვა საბჭოთა წყობილებისა ის იყო, რომ მთელი სოფლები ჩააგდეს 16-17 წლის კომკავშირლების ხელში. სრულიად გამოუცდელი, გაუნათლებელი ცხოვრებისათვის მომზადებელი ადამიანების ხელში, რომელთა პროვოცირება ძალიან ადვილი იყო. ამას დაემატა უფროსი თაობიდანაც ისეთი ადამიანები, რომლებიც ეკლესიის მიმართ ცუდად იყვნენ შეიძლება თავიდანვე განწყობილი. მოკლედ ყველა სოფელში დაახლოებით შეიკრა რამდენიმე ათეული კაცისაგან ბირთვი, რომელთაც დაიწყეს ეკლესიების დანგრევა, მღვდლების გაძევება, ცემა. თუ მღვდელი წინააღმდეგობას გაუწევდა, მის მოკლაზეც არავინ არ იხევდა უკან.
ზესტაფონში წმინდა დავით და კონსტანტინე სახელობის ეკლესიის დეკანოს გიორგი ფერაძეს კომკავშირელი აქტივისტები ტაძარში წირვისას მიუვარდნენ და მრევლის წინაშე ღვთისმგმობელი სიტყვით გამოსვლა მოსთხოვეს. დეკანოზი დათანხმდა. როდესაც აქტივისტებმა ხალხი ეკლესიის ეზოში შეკრიბეს, გიორგი ფერაძემ ქრისტეს მოძღვრების ხადაგება დაიწყო. ამის საპასუხოდ კომუნისტებმა დეკანოზი ხიშტების კვრით მდინარე ყვირილაში ჩააგდეს და თოფებით ჩაცხრილეს. იმ ადგილას, სადაც წმინდა დავითის და კონსტანტინეს სახელობის ეკლესია მდგარა, ახლა ზესტაფონის ცენტრალური პარკია. ეკლესიის გვერდზე მდებარე გედეონ ჩუბინიძის სახლი დღემდეა შემორჩენილი. სწორედ იმ დროისთვის ცნობილ მეცენატს გედეონ ჩუბინიძეს დაუფინანსებია ტაძრის მშენებლობა. ჩუბინიძის სახლში ახლა მხარეთმცოდნეობის მუზეუმია გახსნილი. მალხაზ მაჭავარიანი, ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანების მთავარი სპეციალისტი. ისტორიკოსი მალხაზ მაჭავარიანი ამბობს, რომ კომკავშირლებს ტაძარი სულ რამდენიმე დღეში დაუნგრევიათ. მანამდე საეკლესიო ნივთები გაუტანიათ და ტაძარში დაცული არქივი მთლიანად გაუნადგურებიათ. ისტორიას ეკლესიის ერთადერთი ფოტო შემორჩა. ეს იყო ესეთი ჯვარ-გუმბათოვანი დიდი ტაძარი, შესანიშნავი ეზო იყო, საოცარი გალავანი ჰქონდა მას. და 30-იანი წლების დასაწყისში ქვაქვაზე არ დატოვებს, მთლიანად გაანადგურეს. ეს ტაძარი, როდესაც დაანგრიეს, ჩვენთვის გმირი იყო მამა გიორგი ფერაძე და ჩვენი ვერსიით ის გამოიყვანეს ეკლესიიდან, უთხრეს რომ დაეგმო უფალი, მან არ დაგმო უფალი, გაიყვანეს ყვირილის პირზე და იქ დახვრიტეს ბოლშევიკებმა. 1923 წლისთვის ეკლესიაზე შეტევა თითქმის შესუსტა. ბოლშევიკური მთავრობის ნებართვით რამდენიმე დახურული ტაძარი კვლავ გაიხსნა და ღვთისმსახურებაც კი აღდგა, მაგრამ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ, რომელსაც სასულიერო პირების ნაწილი ღიად თუ ფარულად თანაუგრძნობდნენ, ეკლესიის წინააღმდეგ წითელი ტერორის ახალი ტალღის პროვოცირება მოახდინა. დაიწყო მღვდლების მასობრივი დახვრეტები. მაგალითად, კარბელაშვილები, რომელიც ცნობილი მოღვაწეები, საზოგადო მოღვაწეებიც ორი ძმა დახვრიტეს 24 წელს აჯანყების დროს, ანდრია და პეტრე, მათი ძმები პოლიოქტოსი და სტეფანე ისევ აგრძელებდნენ მსახურებას და შემდგომში ერთი ეპისკოპოსიც კი გახდა, ანუ არ შეუშვიდნენ მათზეც იყო ზეწოლა, მაგრამ მაინც გააგრძელეს. 1924 წელს რეპრესიები დროებით წყდება. ეკლესიის წინააღმდეგ შეტევას ფლანგებიდან იწყებს ორი ჯგუფი. ეს არის ორგანიზაცია მუკი და ეგრეთ წოდებული საეკლესიო რეფორმატორები. მუკი, ანუ მებრძოლ უღმრთოთა კავშირი საბჭოთა ხელისუფლების მიერ შეიქმნა. მასში ათასობით ადამიანი იყო გაწევრიანებული. მუკს კარგად ორგანიზებული სტრუქტურა და თავისი ბეჭდვითი ორგანო, გაზეთი მებრძოლი ათეისტი ჰქონდა. ამ გაზეთში სისტემატიურად ქვეყნდებოდა მებრძოლ უღმრთოთა კავშირის მიერ სამღვდელოების შევიწროების ქრონიკები. მუკი გეგმავდა და ახორციელებდა ანტირელიგიურ პროპაგანდისტულ ღონისძიებებს, სასულიერო პირებზე ფიზიკური ანგარიშწორების აქტებს. ეს იყო აგრესიული ორგანიზაცია. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ახლა ჩვენ ზოგჯერ ვერიდებით ხოლმე ასეთი ტერმინის ხმარებას, ეს იყო მოფაშისტო ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერზე მიდიოდა კულელობის ჩათვლით. იყო ესეთი მღვდელი ერმილე ჩიმაკაძე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ეპარქიაში მოღვაწეობდა, თავიდან აფხაზეთში, მე და იმერეთში. მაგალითად გამოიყვანეს გაპარსვა მოუნდომეს და პარსავდნენ არის შთამომავლებისგან გადმოცებით, რომ მაგდროს მოუკვდათ ნერვიულობისგან, გული გაუჩერდა. გარკვეული ჯგუფები შექმნეს, რომლებიც ხამე მონასტრებში იჭრებოდნენ. შავი სამღვდელოება მათ ახლა დაშინებით ვერ დააშინებდნენ, ცოლ-შვილი მათ არ ყავდათ არაფერი. თუ პირდაპირ ლიკვიდაცია უნდა მოიხდენთ მათი და არის შემთხვევები, რომ აწამებს აი ყურები მოაჭრეს, თითები მოაჭრეს, თითაც პირჯვარს ისახავდნენ სამი თითი, ქამრით დაახრჩეს და ეს მე შემდგომში რო ავიდნენ იქ სასულიერო იპოვეს ესეთი ამ მდგომარეობაში ესე საზეზრად ნაწამები ეს სასულიერო პირები. კონკრეტულად აი შუამღვიმეში მოკლეს ესე დელმონაზონი, მოსე, კვიპრიანი, სუმბაძე, კვატაღებში იყო დელმონაზონი, ნეოფიტე, ვარდოსანიძე, ვარდუაშვილი რაღაც ორი გვარით არის ეს აწამეს მართალი იმ წუთს არ მოკვდა გადარჩა, მაგრამ შემდგომში ამ წამების შედეგად აღესრულა ხელისუფლება არანაირად არ იწუხებდა თავს, რომ კონკრეტული ესეთი ფაქტები გამოეძიებინა. მუკის გარდა მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ ერთი განსასწრელი მოევლინა ეგრეთ წოდებული ობნავლენცების, ანუ საეკლესიო რეფორმატორების ჯგუფის სახით, რომელიც სასულიერო პირებისგან შედგებოდა.
ისინი ეკლესიაში განხეთქილების შეტანას და ოპოზიციის შექმნას ცდილობდნენ. მათ არ მოსწონდათ ამბროსი ხელაიას და საკათალიკოსო საბჭოს შეურიგებელი პოზიცია ხელისუფლების მიმართ და მიიჩნევდნენ, რომ თუ ეკლესია მთავრობის მიმართ ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსს გამოაცხადებდა, ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 1927 წელს, როდესაც კათალიკოს პატრიარქი ამბროსი გარდაიცვალა და გახდა უფრო ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობის მომხრეთა ჯგუფი ეკლესიის სათავეში მოექცნენ, ამის შემდეგ არათუ შეიცვალა უკეთესობისაგან ვითარება, პირიქით უფრო გაუარესდა. მაგალითად 1928-29 წლებში უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან აქტუალური გახდა ეგრეთ წოდებულ მებრძოლ უღმერთოთა კავშირის, ანუ მუკის საქმიანობა და აი ამ მუკის თავმჯდომარე გახდა სილიბისტრო თოდრია, რომელიც მაშინ საგანგებო პამფლეტებს, ლექსებს, პოემებს წერდა და ამასხარებდა სასულიერო პირებს, ეკლესიას და კვლავ გრძელდებოდა ეკლესია მონასტრების დახურვა. ეკლესიების დაუნდობელი ნგრევა და დახურვა გრძელდებოდა. 1930 წელს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე სამხედრო ეკლესია დაანგრიეს, რომლის ეზოშიც იუნკერები იყვნენ დაკრძალული და მის ადგილზე მთავრობის სახლი, დღევანდელი პარლამენტის შენობა აღმართეს. დღის წესრიგში დადგა ქაშვეთის ეკლესიის დანგრევა და იქ ჰიგიენის სახლის აშენება. სვეტიცხოვლის ეკლესიისა და სიონის საკათედრო ტაძრის დახურვის საშიშროებაც კი დადგა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების სტრატეგია შეიცვალა. ეკლესიაზე როგორც ინსტიტუტზე ზეწოლა ჩაანაცვლა კონკრეტული მღვდელმსახურების რეპრესიებმა, მაგრამ რადგან საბჭოთა კანონმდებლობით აკრძალული იყო ხელისუფლების ორგანოებში რეგისტრაცია გავლილი სასულიერო პირების კულტმსახურებისთვის დევნა, ამიტომ მღვდლების დაპატიმრებები, გადასახლებები და დახვრეტები არა საეკლესიო საქმიანობის გამო, არამედ პოლიტიკური მუხლებით ხდებოდა. ის მღვდლები, რომელთაც ოფიციალურად რეგისტრაციის ძალით ჰქონდათ მოღვაწეობის უფლება ღვთისმსახურებისა, ძლიერი დარტყმის ქვეშ იყვნენ, მათ ბრალს ვერ უყენებდნენ ღვთისმსახურების წარმოებას, როგორც გითხარით, ეს კანონით იყო დაშვებული, მაგრამ ბრალად დაძდებდნენ ხოლმე, თუ არ მოეწონებოდათ ამ მღვდლების უმრავლესობა მიუღებელი იყო საბჭოთა წყობილებისათვის. საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აგიტაცია, კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ აგიტაცია, ამას დაემატა მერე კოლექტივიზაციის წინააღმდეგ აგიტაცია. 30-იანი წლები აგრესიული ათეიზმის ყველაზე სისხლიანი ფაზაა. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მოვიპოვეთ საქმე, რომელიც მიმაჩნია, რომ იმ პერიოდის საუკეთესო ილუსტრაციაა. ეს არის არქიმანდრიტ პიმენის საქმე. მასალა შეიცავს ანკეტებს, მოწმეთა და ბრალდებულთა დაკითხვის ოფმებს, გამომძიებლების ჩანაწერებს და ბევრ ისეთ დეტალს, რომლითაც ერთი კონკრეტული ადამიანის მაგალითზე მთელი იმ ეპოქის საზდარელი სურათის ჩვენებაა შესაძლებელი. არქიმანდრიტი პიმენის ერისკაცობაში პავლე დაშნიანის დაპატიმრების მიზეზი დასმენა გახდა, რომელიც იუწყებოდა, რომ იგი ეწეოდა ფარულ ღვთისმსახურებას და 1936 წლის 25 მარტიდან 18 აპრილამდე, ანუ 23 დღეში 120 ბავშვი მოუნათლავს ცაგერის რაიონსა და ქვემო სვანეთში. მიუხედავად ამისა, შინსახკომის სამეულმა მას ბრალი ასეთი ფორმულირებით წაუყენა: ანტისაბჭოთა განწყობილება, მოსახლეობის პროვოცირება საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, საბჭოთა წყობილების დამხობის თაობაზე ხმების გავრცელება და კონტრრევოლუციური რელიგიური ჩვეულებების პროპაგანდა. რის საფუძველზე დაიწყეთ ამ ბოლო დროს რაიონის სხვადასხვა სოფლებში სიარული და ბავშვების ნათლა? რომელ სოფლებში რამდენი ხანია და რამდენი ბავშვი ყავთ მონათლული? მე მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან დავიწყე ბავშვების ნათლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთან მოდიოდნენ თხოლდნენ წავყოლოდი და ბავშვები მომენათლა. ყველა სოფლებიდან მოდიოდნენ ცაგერიდან, ლუხანოდან, ლახურეაშიდან, უცხერადან და სხვა. არ შემიძლია ზეპირად ჩამოვთვალოთ ყველა ის ხალხი, ვისაც ბავშვები მოუნათლიან, რომელ სოფელში რამდენი ბავშვი მოუნათლია. უკანასკნელად მარტის 22 წლიდან შემოვღია აღწერა. ბავშვები, რომელსაც თქვენ ნათლავდით, რა ასაკის იქნებოდნენ? გამოერეოდნენ თუ არა მათ შორის მოწაფეები? დაიცოდით თუ არა, რომ მოწაფის მონათლა პოლიტიკური დანაშაულია? ბავშვებს მე დაახლოებით 11 წლამდე ვნათლავდი და არც ერთისთვის არ მიკითხავს, იყო თუ არა ის მოწაფე და არც ვიცოდი, რომ ეს სახელმწიფოს წინაშე დანაშაულიყო თორემ არ შევასრულებდი. გონზე მოიყვანე.
გიყავით თუ არა წარსულ წლებში გაფრთხილებული, რომ ასეთი მოქმედებები არ ჩაკეტარებინა სოფლად და თავი დაგენებებინათ ამ საქმისთვის. მართალია. გაფრთხილებული ვიყავ, რომ ასეთ საქმიანობისთვის თავი დამენებებინა და დავანებე კიდეც, მაგრამ რადგან ხალხი არ მასვენებდა წავედი თბილისში. შეხვდი ჩვენს უფროს კათალიკოსს და მან მოსწერა ქუთაისში მიტროპოლიტს, რომ ჩემთვის მანდატი მოეცა. ქუთაისში მომცეს მანდატი, სადაც წერია, რომ უფლება აქვს მორწმუნეთა მოთხოვნილებების თანახმად ბლად მოქმედება და მეც ამაგამაბრებ. იცოდით თუ არა, რომ ერთი სოფლის გარდა ყველა სოფელში სიარული და მით უმეტეს ქვემო სვანეთში ჩაგეთვლებოდათ ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებად. ვიცოდი, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ დანაშაული ყოთუნენ. ფეხსაც არ გავადგავდი სახლი. ამ გაფრთხილების შემდეგ, რომელიც თქვენ მიიღეთ, გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ და კონკრეტულად რაში გრძნობთ დამნაშავედ თავს? თავს დამნაშავედ გრძნობ ჯერ ერთ იმაში, რომ როდესაც 1933 წელს შინის სახკომმა გამაფრთხილა თავი დამენებებინა ასეთ ქმედებისათვის, მას მერე არ უნდა წავსულიყავი თბილისში და არ უნდა უყოლოდი ხალხის ლაპარაკს. მეორე იმაში, რომ ჩემი სოფლის გარეშე არ უნდა წავსულიყავი და გთხოვთ, თუ ამ უკანასკნელად მაპატიებთ, პირდებით მეორედ აღარ გავიმეორებ. სისხლიანი ტერორის 20 წლიანმა ეპოქამ თითქმის მთლიანად მოსპო ეკლესიის ორგანიზაციული სისტემა და პრაქტიკულად გააჩერა ღვთისმსახურება მთელ საქართველოში. 1921 წლის მონაცემებით საქართველოში 1500-მდე მოქმედი ეკლესია იყო და 1600-ზე მეტი სასულიერო პირი ეწეოდა ღვთისმსახურებას. 40-იან წლებში საქართველოს მთავრობამ უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატე ცინცაძეს მოსთხოვა ეკლესია-მონასტრების სია. პატრიარქმა სია წარადგინა, რომლის მიხედვით მაშინ ქვეყანაში მხოლოდ 15 მოქმედი ეკლესია და 30-მდე სასულიერო პირი იყო დარჩენილი. მომდევნო გადაცემაში ნახავთ. საიდუმლო გვირაბები, სადაც ადამიანებს ხრედნენ და სოფელი, რომელიც საბჭოთა დაზვერვისთვის აშენდა. ბრიფით დაფარული მიწისქვეშა ობიექტები, საიდანაც ქვეყანა იმართებოდა და იქ მომუშავე ადამიანები, რომლებსაც საიდუმლო მისია ჰქონდათ. თანამშრომლებს ერთმანეთში ეკრძალებოდათ საუბარი თუ რა დავალებებს ასრულებდნენ. ასევე ნახავთ, რას ემსახურებოდა უზენაესი სასამართლოს საიდუმლო გვირაბი და როგორ აშენდა დახურული თავშესაფარი რესპუბლიკური საავადმყოფოს ქვეშ. ეს გადაცემა გრიფით საიდუმლო იყო. შევხვდებით სამშაბათს მომდევნო ეპიზოდში. ნახვამდის.